მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს და დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რა ხდება საქართველოს გარშემო საერთაშორისო არენაზე. აქ მდგომარეობა შეიძლება ითქვას დრამატულია, უკიდურესად შემაშფოთებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ადრეც გვილაპარაკია სხვა შორის ამაზე, საქართველომ პრაქტიკულად დაკარგა საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტურობა, ის გახდა ერთგვარი ობიექტი, დახლზე დადებული ობიექტი და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, მას აქვს ძალიან დაბალი ღირებულება, ხო? მათ შორის სხვა შორის რუსეთისთვისაც კი, რომელსაც აქვს პირდაპირ ინტერესი საქართველოს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა დავოსში, სადაც პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი, სადაც გარდა წმინდა ეკონომიკური ურთიერთობებისა, ინვესტიციებისა, ბევრი საუბარი იყო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ფორმირებასთან დაკავშირებით. მეცაც გეტყვით კიდევ უფრო მეტად გაესვა ხაზი ჩვენ ამ სავალალო მდგომარეობას, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დაგეგმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვიზიტი და ის ჩადის აზერბაიჯანში და სომხეთში საქართველოს სრული იგნორირება ხდება. აი ესეთი მოცემულობაა და ეს არის სრული კატასტროფა, ხო, იმ გენიალური ბრძნული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, სტრატეგიისა, ეგრეთ წოდებული მშვიდობის სტრატეგიისა, რასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებდა ბოლო წლების განმავლობაში, აგებდა თავის პოლიტიკას შეთქმულების თეორიებზე, შეურაცხყოფაზე პირდაპირ, მათ შორის ჩვენ ევროპულ პარტნიორებთან მიმართებაში და დღემდე ეს ყველაფერი გრძელდება და ამ შეურაცხყოფების მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ თითქოს ვიღაცა ჩვენ გვითრევდა ომში და ჩვენ რაღაცა მშვიდობის სახელით, ესე რომ ვთქვათ, აი ამ კონფრონტაციაში შევდიოდით. ამ დროს იგივე ტრამპი ქმნის ეგრეთ წოდებულ მშვიდობის საბჭოს და იქ ყველა ქვეყანა მიიწვიეს, მათ შორის ჩვენი მეზობლები სამხრეთ კავკასიიდან, საქართველოს გარდა. ანუ საქართველოს სრული იგნორირება ხდება ამ ურთიერთობებში, ამას გარდა წმინდა აი ამ არასწორი, ხო, დრამატულად არასწორი პოლიტიკისა აქვს გარკვეული სუბიექტური მიზეზებიც, ხო, და საქმე იმაში გახლავთ, რომ დიქტატორებიც კი სამყაროში, ხო, ავტორიტარები იქნებიან დიქტატორები და ამ შემდეგ ცივილიზებულ სამყაროს თავი რო გავანებოთ, ისინი ყველა არიან ინსტიტუციონალიზებული. იგივე პუტინი იქნება ეს თუ ლუკაშენკო, ისინი არიან პრეზიდენტები, გასაგებია რომ იქ დემოკრატიაზე საუბარი არ არის, მაგრამ ინსტიტუციურად პასუხისმგებლები არიან ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომლის მიმართაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის განცდა, რომ ის არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს, ხო, ერთგვარი ფოსტალიონია ამ ურთიერთობებში. შესაბამისად, ამ პირველ პირებს სხვა ქვეყნების, ხო, ეხლა ფოსტალიონთან საუბარი მაინც და მაინც არ უნდათ. რეალური მართველი კი ბუჩქებშია გაუჩინარებული, რასაც ესე რომ ვთქვათ, ხედავ ჩვენ, არავის არ ესაუბრება, მათ შორის აი იგივე ამერიკელების მხრიდან იყო მცდელობა თუ ევროპელების მხრიდან მასთან პირადი საუბრების და ის უარს აცხადებს ამ შეხვედრებზე, ამ საუბრებზე და ბუნებრივია ესეთ ვითარებაში რაიმე ტიპის საერთაშორისო ურთიერთობებზე ლაპარაკი ზედმეტია, ხო? კი, გასაგებია, რომ რაღაც ინსტიტუციური მმართველობის ქვეყნებია, მაგრამ პიროვნების როლი, პიროვნების გადაწყვეტილების მიღების უნარიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ესეთი კონტაქტების დროს, ხო? ეხლა რაც შეეხება რუსეთს დამოკიდებულებაც სრულიად აგდებულია, ხო? ისინი ხვდებიან, რომ სხვა გზა ჩვენ ქვეყანას არ აქვს, შესაბამისად არანაირ მოლაპარაკებებსაც არ აწარმოებენ, პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, ინსტრუქციებით და დირექტივებით
აპირებენ манипулირებას ჩვენი ქვეყნით იქ აქ უпроსორით საქართველოში ერთგვარი ილუზია იქმნებოდა რომ აი ეს ბრძნული ბრჭყალებში რა თქმა უნდა პოლიტიკა მიგვიყვანდა ქვეყნის გამთლიანებასთან რაზეც რუსეთიდან ყოველ ჯერზე ხდება ცივი შხაპის გადასხმა ხო ანუ ისინი ამბობენ რომ როგორც ცალსაკე სხვადასხვა სუბიექტებმა დაამყარეთ კონტაქტები მე აფხაზეთზე, ოსეთზე და საქართველოზე მაქვს საუბარი, ხო? აი ესეთი მოცემულობაა შესაბამისად გარდა იმ უბედურებისა, რაც შიგა პოლიტიკაში ტრიალებს, ხო? გარდა იმ კორუფციული ურთიერთობებისა, კრიმინალიზაციისა და ასე შემდეგ, ჩვენ სამწუხაროდ გრძელვადიანი განვითარების ვექტორთან დაკავშირებითაც გვაქვს სისტემური პრობლემა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყველაფერი ის, რაც ხდება ქვეყნის ფარგლებში. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.